მეორე წლის ნებისმიერ პერიოდში ატლანტის ოკეანის წყალი ყინულივით ცივია. საინტერესოა ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ გარისკავდით თუ არა აქ ცურვას. დამიწერეთ კომენტარებში. ასევე მინდა გითხრათ, რომ სწორედ აქ არის გადაღებული HBO-ს ყველასთვის ცნობილი სამეფო კარის თამაშების სცენები. აბა ვინ ხართ დაკვირვებული და რამდენს გეცნოთ ეს ადგილი? ამასობაში მომშივდა და დროა დავაგემოვნოთ ცნობილი ისლანდიური ჰოთ-დოგები. სანაპიროს შესასვლელში შეხვდებით ასეთ ჰოთ-დოგის ჯიხურს და $5.9 შეძლებთ უგემრიელესი ჰოთ-დოგის დაგემოვნებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ისლანდიური ჰოთ-დოგი კლასიკური ჰოთ-დოგისგან განსხვავებულია და მას ძირითადად ხრაშუნა, შემწვარი ხახვით და მდოგვით ამზადებენ. დღევანდელი დღე ამით არ დასრულებულა და მივემართები კიდევ ერთი ულამაზესი ადგილისაკენ, რომელსაც დირჰოლეი ეწოდება. აქედან ულამაზესი ხედია შავი ქვიშის სანაპიროზე და სწორედ აქ არის ისლანდიის ყველაზე ლამაზი ფრინველის პუფინების სახლი. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ პუფინებს ნახავდით ჩემი ისლანდიაში მოგზაურობის დროს და გამიმართლა. აი ისიც. ხონსაყვარელია. მინდა გითხრათ, რომ პუფინი ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე ბინადრობს და მას ზღვის თუთიყურსაც უწოდებენ. იცოდით, რომ მათ მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ თავისი მეორე ნახევარი და ცხოვრების ბოლომდე ის უყვართ. ამასობაში წვიმაც გაძლიერდა და სამწუხაროდ ნისლი ჩამოწვა. კიდევ რამდენიმე ლამაზი ადგილის ჩვენება მინდოდა თქვენთვის, როგორიცაა დირჰოლეის შუქურა და რამდენიმე აიკონური ხედი, თუმცა ძლიერი ნისლის გამო არაფერი არ ჩანს. იმედია თქვენ რომ ესტუმრებით მათ ნახვას შეძლებთ. დღეისთვის კი სულ ეს იყო და თუ ჯერ კიდევ არ მომყვები, დროა გამომიწერო, რადგან ამით არ მთავრდება ჩემი ისლანდიური მოგზაურობა. აბა დროებით.